თეირანს ისრაელის ტორნადომ უკვე გადაუარა ახლა ირანი ამერიკის თავდასხმის მოლოდინშია ჩაერთვება თუ არა ამერიკა ისრაელი ირანის ომში ეს უახლოეს 48 საათში უნდა გაირკვეს. ამერიკული მედიის ინფორმაციით დონალდ ტრამპი ერთ-ერთ ვარიანტად ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმას განიხილავს. ეს ფორდოუსის მიწისქვეშა ქარხანა, რომელსაც ვაშინგტონი ომში ჩართვის შემთხვევაში პირველ სამიზნედ ამოიღებს. თეირანმა ზომების მიღება უკვე დაიწყო. ირანული რაკეტები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ ბაზებზე შესაძლო დარტყმისთვის უკვე მზადყოფნაშია მოყვანილი. მას შემდეგ რაც ამერიკის პრეზიდენტმა ირანს შეუთვალა რომ მოლაპარაკებების ხასიათზე აღარაა და ქვეყანას კაპიტულაციისკენ მოუწოდა ირანის სულიერი ლიდერისგან პასუხად მუქარა მიიღო. შეიძლება დავარტყათ, შეიძლება არა. არავინ არ იცის რას ვიზამთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ ირანს დიდი პრობლემები აქვს და მოლაპარაკება სურს. რატომ არ მელაპარაკებოდნენ აქამდე, მაგალითად 2 კვირის წინ. აქამდე რომ ელაპარაკად კარგად იქნებოდნენ და ქვეყანაც ექნებოდა. 40 წელია გაიძახიან სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს და ყველა სხვასო, ვინც მათ არ მოსწონს. აქამდე მჩაგვრელები იყვნენ, ახლა კი ვნახავთ რა მოხდება. ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ ირანელი ერი კაპიტულაციას არ გეგმავს. ირანი არ დანებდება და ვაშინგტონის სამხედრო ჩარევის ნებისმიერ ფორმას გამოუსწორებელი ზიანით უპასუხებს. ირანმა თელ-ავივისა და ჰაიფის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა და მალევე დაბომბვების სერია დაიწყო. რკინის გუმბათი ამჯერად ირანიდან გაშვებული 25 ბალისტიკური და ფათაჰის ტიპის ზებგერითი რაკეტის პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა უპასუხოდ არც თეირანი დარჩენილა. ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა ისრაელის სამიზნედ იქცა. დაიბომბა 40 ობიექტი, მათ შორის ხიჯირის სამხედრო ბაზაზე მდებარე ბალისტიკური რაკეტების მწარმოებელი ქარხანა და იმამ ჰუსეინის სახელობის ის სამხედრო უნივერსიტეტი, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსთან არის დაკავშირებული. ისრაელის ავიაციის სამიზნეში მოექცა ურანის გასამდიდრებელი ცენტრიფუგების საწარმოც. განადგურებულია 5 სამხედრო ვერტმფრენი. ჩვენ სიღრმისეული დარტყმები მივაყენეთ და დავაზიანეთ ირანის ბირთვული, ბალისტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის შესაძლებლობები. ირანის რეჟიმმა მრავალი წელი და მილიარდები დახარჯა იმისთვის, რომ ბალისტიკური რაკეტების პროგრამა შეექმნათ. ჩვენი მისია კი მისი განადგურება და ქვეყნიდან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრაა. თელ-ავივი თეირანის დაბომბვას საბოლოო მიზნის მიღწევამდე არ შეწყვეტს. მის მიზანს კი ირანის ბირთვული პოტენციალის განადგურება და ასე ქვეყნიდან მომდინარე საფრთხის აღმოფხვრა წარმოადგენს. ირანის რეჟიმი მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს. ვერ ნახავთ ერთ ჯარისკაცსაც კი, რომელიც მათი თავდასხმების შედეგად დაიღუპა. ჩვენ მიზანს კი მათი ბირთვული პროგრამების სერიოზული დაზიანება წარმოადგენს. როდესაც ეს ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ, ვიცოდით, რომ მსხვერპლი გველოდა, თუმცა ეს ისრაელის მომავლისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი იყო. საფრანგეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ირანში რეჟიმის ცვლილების ნებისმიერი მცდელობა ახლო აღმოსავლეთში ქაოსს გამოიწვევს. თეირანთან დიპლომატიის განახლებაში კრიტიკული როლი კი მისი თქმით ახლა ტრამპს აკისრია. ჩვენ გვჭირდება, რომ შეერთებულმა შტატებმა ყველა მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნოს. ჩვენ არ გვინდა, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს, მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა იქნება თუ რეჟიმის შესაცვლელად სამხედრო დარტყმებს გამოვიყენებთ. ამ შემთხვევაში ქაოსს გამოვიწვევთ. ბერლინში კი თვლიან, რომ ისრაელი ყველასთვის ბინძურ სამუშაოს აკეთებს. გერმანიის კანცლერი ირანის წინააღმდეგ ქმედებებისთვის ისრაელის მადლიერია. ამას კი იმით ხსნის, რომ ეგრეთ წოდებული მოლების რეჟიმმა მსოფლიოს ნგრევა და მსხვერპლი მოუტანა. ითქვა ისიც, რომ ირანის ბირთვული პროგრამის სრულად განადგურების შესაძლებლობა არა ისრაელს, არამედ ამერიკას გააჩნია. მხოლოდ დიდი პატივისცემა შემიძლია გამოვხატო იმის მიმართ, რომ ისრაელის არმიამ და ხელმძღვანელობამ ასეთი გამბედაობა გამოიჩინა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ რეჟიმის ტერორს ალბათ თვეების და წლების განმავლობაში დავაგვირდებოდით. თუ ირანი ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება, შემდგომი სამხედრო ჩარევა საჭირო არ იქნება. განსხვავებულია თურქეთის პოზიცია, რომელმაც მხარეებს შორის შუამავლობისთვის მზადყოფნა არაერთხელ გამოთქვა. თურქეთის პრეზიდენტი თვლის,
რომ ისრაელის პრემიერი ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. ნეთანიაჰუმ გენოციდის დანაშაულთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია ჰიტლერი ჩამოიტოვა. ისრაელმა, რომელსაც თავად აქვს ბირთვული იარაღი და რომელიც ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებით არც ერთ საერთაშორისო კანონს არ ცნობს ირანზე თავდასხმები მაშინ განახორციელა, როდესაც ამერიკა ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. სამხედრო ესკალაციამ, რომელიც უკვე მე-6 დღეა გრძელდება ირანში, 585, ისრაელში კი 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ირკვევა, რომ თელ-ავივმა სამხედრო ოპერაციის დაგეგმვა 2024 წლის დეკემბერში დაიწყო, ვაშინგტონს კი ამის შესახებ თებერვალში აცნობა.